ძლიერ მათოვამ თბილისის ზოგიერთ ნაწილში პრობლემები შექმნა თოვლის სიმძიმის გამო. რამდენიმე ადგილზე ხეები გადატყდა, რომლებიც ავტომობილებსა და ელექტროგადამცემ კაბელებს დაეცა. მოქალაქეები დილიდან სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ვიდეოებს, სადაც თოვლით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობენ. ნახე, თოვლმა ჩამოტეხა ტოტი, რომელიც კაბელს დაეცა და აი კაბელი როგორ არის აქ. დენის კაბელი ჩაულებია. კაი მარილს არ ყრით, გადავხვედოთ მაინც. აი მანქანები გაივლიან ქვეით საგადასასვლელი მაინც. აი ესე წყალში რო არ მოუწიოს ქვეით გადასვლა. იქით ამხარესაც იგი უარესი ამბავი არის. კახა კალაძე აცხადებს, რომ პრიორიტეტი ცენტრალური ქუჩების თოვლისგან გაწმენდაა, თუმცა სამუშაოები შიდა გზებსა და ჩიხებშიც მიმდინარეობს. როგორც კალაძემ სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში თქვა, დედაქალაქში დიდ თოვლობით გამოწვეული შეფერხებების თავიდან ასაცილებლად სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. შემოერთებულ ტერიტორიებზე გვაქვს ადგილები, სადაც ბოლომდე ვერ მიდის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეს არის შიდა ქუჩები, რომელსაც გაწმენდით სამუშაოებს ცოტა მოგვიანებით დავიწყებთ, თუმცა მთავარი პრიორიტეტი არის ცენტრალური ქუჩების და გამზირების მოწესრიგება. პარალელურად, რა თქმა უნდა, ჩვენი ტექნიკა მუშაობს უკვე სხვადასხვა შიდა ქუჩებზე. სამთრის საბურავების გარეშე კიდევ ერთხელ თხოვნა არის, რომ თავი შევიკავოთ გადაადგილებისგან, ისევ თქვენივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ასევე შემდეგ იქნება პრობლემები, ხდება გზების ჩაკეტვა, ტექნიკა ვერ ახერხებს გადაადგილებას, ამიტომ ერთმანეთს დავეხმაროთ.